მარჯვენა სანაპიროზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა თეთრი პრიუსის გადაადგილება 20 მაისს 2 საათზე დააფიქსირეს. კადრების მიხედვით მძღოლი საპირისპირო ზოლში გადაადგილდება. გვერდს უვლის საქართველოს საპატრიარქოს და მკვეთრი მანევრით ჯერ უკან ბრუნდება, შემდეგ კი საპატრიარქოს ეზოში იჭრება. დამწოდიქიდან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას. მე სიტყვია ხან ჩემი ზერენონერი დაუტოვე ხან ის დავაგდე ხან ის სეჩვი სამრაში ვიყავთ ნავად გებრიელად არანაირი აგრესია არის დაცვას ხოლმე პატრიარქის თუ მოსახლეობის პროცესზე გადაეცით შეხვედრა სურს გამომშვეს საპატრიარქოში მივედი გამომშვეს. ამ სიტყვების შემდეგ 39 წლის ბრალდებულ როსტომ მაზმიაშვილს მოსამართლე რეპლიკას აწყვეტინებს. ეუბნება, რომ ამის შესახებ მან არსებითი განხილვის დროს უნდა ისაუბროს. შესაბამისად, რა მოტივით ჩაიდინა ახალგაზრდა კაცმა დანაშაული, სხდომაზე გაურკვეველი დარჩა. მძღოლი პატიმრობაში დატოვეს. ეზოში ეყარა ლიმონათისა და წვენის ბოთლები. ამ ადამიანს მე არ ვიცნობდი. პირველად ვნახე, საუბრობდა ქართულად. ისიც ახთა, რომ კიდევ მოვტრიალდები და ნახავთ რაც მოგივათო. ჩვენ იქ მყოფებს გვეუბნებოდა, რომ ვიყავით არა ადამიანები, ფულის მონები. ასევე იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით საპატრიარქოს მისამართით. ეს ადამიანი არ დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მსგავსი არაფერი მომისმენია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა კადრებში ჩანს სასულიერო პირი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ფაქტს შეესწრო. პრიუსის მძღოლმა შლაგბაუმისა და ალაყაფის გარდა ეზოში მდგარი შავი ფერის ტოიოტა პრიუსიც დააზიანა. გამოძიების ვერსიით ზარალი 9350 ლარს შეადგენს. როდესაც შევარდა ის განმოვიდა ავტომობილიდან, სიტყვიერი შევაწყდა მეაყენა იქ ყოფ ხალხს, სხვადასხვა პირს და ასევე ამოიღო საბარგულიდან გარკვეული ალკოჰოლოსასმელები და ის რომ მათ მიმართულებით ასევე კონკრეტულ პირებს ახსენებდა? არ ახსენებდა. რაიმე კავშირი ჰქონდა საპატრიარქოსთან მას წარსულში? გამოძიებით, მინარე გამოძიებით სხვა რაიმე დეტალი დაწესებული არ აქვს. აი, არის საპატრიარქოში ვინც აღნიშნავს ეს კაცი ადრეც უნახა? მსგავს დეტალს გამოძიების ეტაპზე მსგავს დეტალი ჩვენ ცნობილი არ აქვს. საქმის მასალების მიხედვით ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ მამაკაცი გაღიზიანებული იყო და იგინებოდა. ისროდა ბოთლებს და ვერ წყნარდებოდა. ჩვენებებში წერია, რომ ფიზიკურად არავის შეხებია, არავის დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. ის, რაზეც ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში ილაპარაკა, არ უთქვამ საპატრიარქოს ეზოში შეკრებილებისთვის. შესაბამისად, არავის უწერია, რომ კაცი საპატრიარქოში ადრეც იმყოფებოდა და შიო მესამესთან შეხვედრას ითხოვდა. ჯერ დაეჯახა შლაგბაუმს, რაც დაიმტვრა, ხოლო შემდეგ მოუმატა სიჩქარეს და დაეჯახა ორფრთიან ჭიშკარს, რომელიც მთლიანად შეინგრა. შევარდა ეზოში, მანქანიდან გადმოვიდა. დაიწყო უშვერი სიტყვებით გინება საპატრიარქოზე და პირადად პატრიარქის მისამართით. ილანძღებოდა, უთხარით დაწყნარებულიყო, მაგრამ ის მაინც იგინებოდა, იყო აგრესიული. ხელბორკილების დადების შემდეგ მაზმიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მაგრამ ემოციური შეტევის გამო ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოათავსეს. ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დარბაზში საბადრაგე სამსახურმა კლინიკიდან მიიყვანა. პროკურორის თქმით, ის წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ყოფილი პატიმრობის დროს ჩატარებული ექსპერტიზით დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა. დაკავების შემდეგ კი დაინიშნა ხელახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის არის 5 წლიანი პირობითის ქვეშ, მის მიმართ 2025 წლის 9 ივნისს დადგა გამარტყუნებელი განაჩენი. ანსუს სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა მას დანიშნული სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა. შესაბამისად, აღნიშნული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად მას მოვიდა შეზღუდული შერაცხადობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შესაბამისად აღნიშნული პიროვნება პასუხს აღებდა კანონის სრული წესის დაცვით, თუმცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დავნიშნეთ აღნიშნული ფსიქიატრიული ექსპერტიზა და შაბათის ფორმულასთან ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ კაცი წარსულში მკურნალობდა, მაგრამ კურსი დროზე უფრო ადრე შეწყვიტა, რაც მის ქმედებაზე აისახა. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ის არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ. აქვს
ქონააშილობა და ეს იყო მიზეზი და შეიძლება ერთადერთი აფრიკის ცნობიერებდა რა შედიოდა რა იყო. რას ამბობს თვითონ ეს დაგეგმილი ქმედება იყო მისი მხრიდან თუ სპონტანური გადაწყვეტილება? არ საუბრობს და მაინც იმაჩნია რომ ეს იყო საბედნიერული აშლობის შედეგად გამოწვეული. დაკავებულის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდებულის ქმედება გაუცნობიერებელი იყო. უარყოფს რაიმე ტიპის კავშირს ან ნაცნობობას საპატრიარქოს თანამშრომლებთან. ამბობს, რომ როსტომ მაზმიშვილი დაკავებამდე ავეჯის ცეხში და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. სამუშაო დღის ბოლოს კი ეკლესიაში ადიოდა. ხშირად კარი დაკეტილი ხვდებოდა. ასევე ჰქონდა უშედეგო მცდელობა ჯერ კიდევ მოსაყდრეობის დროს შიო მესამეს შეხვედროდა. ყველაფერი ეს მოგვიანებით დანაშაულის მოტივი გახდა. რა კვეთა ქონდა მას საპატრიარქოსთან? საპატრიარქოსთან პირდაპირ კვეთა არა, იყო რამდენჯერმე მონასტერში, უბრალოდ სული ქონდა რომ პატრიარქს საპატრიარქის მოსაყდრეს შეხვედროდა და ეს ვერ მოახერხა და როდესაც სამსახურს ვანთავებდა და მინდა საღამოთი ეკლესიაში შესულიყავიო, სულ დაკეტილი ხდებოდა. და ამაზე იყო გაღიზიანებული. თუმცა სასულიერო პირებთან ჰქონდა შეხება, მაგრამ როგორც ასეთი რომ ვინმეს მიმართ რაიმე აგრესია გამოხატა ეს ფაქტს არ მომია. სინოდის წევრებმა მომხდარის დეტალები არ იციან. იციან, რომ საბედნიეროდ ადგილზე არავინ დაშავებულა და ის, რომ ტაქსის მძღოლს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ საკუთარი ქმედებაც გაუაზრებელი იყო. საპატრიარქოს თანამშრომლებს ემსახურებოდა ეს ტაქსისტი? არა მაქვს პირველად მესმის, არა მაქვს ნამდვილად ინფორმაცია. შეხება არც ერთ სასულიერო პირს არ ქონდა ამ კაცთან? არ ვიცი. საერთოდ ესე ითქვა, ზუსტად არ ვიცი. რაღაც ფსიქიკური დაზიანებით არის. სწორე ინფორმაცია, რომ რაიმე სახის კვეთა ქონდა ამ ტაქსის მძღოლს საპატრიარქოს თანამშრომლებთან. არა, პირველად მესმის ახლა თქვენგან. სახელმწიფო ბრალდების სიტყვის მიხედვით დაკავებული ჯერ კიდევ საპატრიარქოში ამბობდა, რომ არ ეთანხმებოდა საპატრიარქოს მართვის წესებს, რა დროსაც ისროდა პლასმასის ბოთლებს. ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით პლასმასის საგანი არ ითვლება იარაღად, შესაბამისად არ არსებობს მძიმე კატეგორიის დანაშაული. გამოძიება დაკავებულს რელიგიური შეუწყნარებლობით, სხვისი ნივთის დაზიანებასა და ხულიგნობას, იარაღით ან სხვა საგნის გამოყენებით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მძღოლს, რომელმაც საპატრიარქოს ალაყაფი აიღო, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.